მოვამზადოთ საახალწლო ნუგბარი გოზინაყი. ჩემი რეცეპტით გამოდის ხრაშუნა გოზინაყი. ამ რეცეპტით მომზადებული ინახება დიდხანს და ინარჩუნებს სიხრაშუნეს. პირველ რიგში უნდა დაიჭრას ნიგოზი. ჩვენს ოჯახში იჭრება ნიგოზი სიგრძეზე და მსხვილად. ღრმა ტაფაში სასურველია გამოვიყენოთ თუჯის ტაფა, მოვათავსოთ თაფლი და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადავდგათ გასაგრილებლად. ასე გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. მესამედ როგორც კი დაიწყებს დუღილს, დავუმატოთ ნიგოზი და ვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, იქამდე, სანამ არ შეიცვლის ფერს. ზოგს მოსწონს კარამელის ფერი, ზოგს კი ღია ფერი, ამიტომ ვშუშავთ იქამდე, სანამ არ მივიყვანთ სასურველ ფერამდე. კარგად დავასველოთ დაფა წყლით და გადავიტანოთ დაფაზე ცხელ-ცხელი გოზინაყი. სწრაფი მოძრაობით, სველი ხელებით და სველი გასაბრტყელებლით დავიწყოთ გაბრტყელება. უნდა მოვასწროთ, რომ არ გაცივდეს მასა. გოზინაყს სისქეს ვაძლევთ ჩვენი სურვილის მიხედვით. გამოგვივიდა საშუალო სისქის გოზინაყი და ძალიან ლამაზი ფერის. სანამ ჯერ ისევ თბილია, უნდა მოვასწროთ დაჭრა. ჭრით სასურველ ფორმებად. დაჭრილი გოზინაყი გადავიტანოთ თეფშებზე. გამოგვივიდა ძალიან გემრიელი და ხრაშუნა როგორც გრილიანში. ვისაც ხრაშუნა გოზინაყი არ მოსწონს, უნდა მოამზადოს შაქრის გარეშე ან ნაკლები შაქრით. მრავალ ბედნიერ შობა ახალ წელს დაესწარით.